2011 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტის პრიორიტეტი ლტოლვილთა, მასწავლებელთა და სოციალურად დაუცველების დაზღვევა, ასევე საავადმყოფოების მშენებლობა. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 4 მილიონითაა შემცირებული. სამინისტროს მოქმედი პროგრამებიდან თითქმის ყველა დაფინანსების პრობლემას განიცდის. თითქმის განახევრდა და რეფერალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა, რომლითაც მოქალაქეების გადაუდებელი ოპერაციები ფინანსდება. მრავალკუთხედის კორესპონდენტები დაინტერესდნენ, რატომ შემცირდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება და რამდენად ხელმისაწვდომია რიგითი მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული იაფი დაწვევის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისათვის სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია. რამდენად ხშირად მიმართავთ და რამდენად ხელმისაწვდომია მომსახურება? ვცდილობ, რომ რაც შეიძლება იშვიათად მივმართო. მატერიალური მხრიდან და საერთოდ რა ისეც ვცდილობთ თვითონ მოვაგვაროთ თუ ისეთი თუ ნამეტანი გართულება არ იქნა. ნამდვილად არ არის. და არ ყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. დაზღვეული ვარ შვილო და წელიწადში ერთხელ ვიღებ სისხლის ანალიზს. მეტი არაფერი. სამწუხაროდ ძალიან მჭირდება, მაგრამ ვერ მიმართავთ. საჭიროება ნამდვილად არის, მაგრამ რატომ? პასუხიც ვიცით ხო რატომ? ჯანდაცვა სად არის იაფი? სად არის იაფი? პენსიონერი რა უნდა იყოს? არც დავდივარ. ალბათ რო არც დავდივარ. იმიტომ ფული არ მაქვს. თუ ხართ, გვინდა ექიმთან ისო გჭირდება, მაგრამ ვერ ვახერხებთ. დიალიზი, ამბულატორიული დახმარება, უსაფრთხო სისხლი, გულის ხირურგია. ეს იმ პროგრამების მცირედ ჩამონათვალია, რომელთა დაფინანსებაც შემცირდა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი რეფერალური პროგრამაა, რომლისთვისაც წელს მხოლოდ 4 მილიონია გამოყოფილი. მაგალითად 2010 წელს 12 მილიონი დაფინანსდა, თუმცა ის 12 მილიონი საერთოდ არ იყო წლის განმავლობაში ამ პრობლემას და დაახლოებით მაისის ბოლოს, აპრილის ბოლოს, აპრილ-მაისში მარტივად რო ვთქვათ, ეს პროგრამა უკვე ამოწურული იყო და დღეს 12 მილიონიდან, ანუ 2011 წლის ბიუჯეტში დაყვანილია ეს 4 მილიონამდე, ანუ სამჯერ არის შემცირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით დაფინანსებული, ასე ვთქვათ, ოპერაციები და ადამიანთა დახმარება ვერ გაცდება ალბათ სადღაც თებერვლის ბოლოს. ბიუჯეტის შემცირება სოციალურად დაუცველი ფენებისთვის განკუთვნილ პროგრამასაც შეეხო. წელს ის 32 მილიონით ნაკლები იქნება. ექსპერტ ზურაბ ფუტკარაძის თქმით, ჩვენთან ჯანდაცვაზე ქვეყნის ბიუჯეტის 5% იხარჯება. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით საერთო თანხიდან სულ მცირე 10% უნდა იხარჯებოდეს. თუ 10% გახდება, ესე გაორმაგდება სულ მცირე აი ესეთი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და უკვე რაღაც შეღავათ იქნება მოსახლეობისათვის და ყოველ შემთხვევაში აი ასეთ უიმედო მდგომარეობაში აღარ ჩავარდება ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც ისედაც უჭირს სოციალურად. ექსპერტების შეფასებით პროგრამული ბიუჯეტის შემცირების ფონზე თითქმის 100.000-ით არის გაზრდილი სამინისტროს ბიუროკრატიული ხარჯები. ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტთან დაკავშირებულ თემებზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეფერალური პროგრამა კი 4 მილიონზე მეტ თანხას არ საჭიროებს. რაც შეეხება 12 მილიონი რო იყო, 12 მილიონიდან რამოდენიმე მილიონი იყო წინა წლების დავალიანების გასტუმრება. ასე რომ რეალურად 12 მილიონი მთლიანად არ იხარჯებოდა ამ პროგრამაზე. ეხლა ეს დავალიანებები არის გასტუმრებული, იქნება 4 მილიონი და ამის გარდა არის პრეზიდენტის, ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდები და თუ საჭიროება იქნება ეს 4 მილიონი ძალიან ყისიერად შეიძლება გახდეს 5-6 ან რამდენი საჭიროება დადგება. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სამედიცინო მომსახურება მთელს მსოფლიოში ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ რიგი შეღავათები ყველგან არსებობს. თუმცა მათივე თქმით, იმის ალბათობა, რომ გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსება ჩვენი ვეჯიბიდან მოგვიხდეთ, წელს საქართველოში საკმაოდ დიდია.